ქუთაისში ერთ-ერთ უბანს საღორიის სახელით მოიხსენიებენ. ადგილობრივებმა არ იციან, რატომ დაარქვეს დასახლებას ეს სახელწოდება. თუმცა არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ უბანს სახელწოდება ტყეში მომრავლებული გარეული ღორების გამო უწოდეს. სადაც ახლა ავტოტრანსპორტი მოძრაობს მე-19 საუკუნის ბოლოს. საფეხმავლო ბილიკი და ტყე იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კი, როდესაც ამ ადგილზე მოსახლეობამ დამკვიდრება დაიწყო, ტყე გაიჩეხა და გარეული ცხოველებიც განადგურდნენ. თუმცა უბნის სახელწოდებიდან გამომდინარე, შინაური ცხოველები აქ დღესაც მრავლადაა. საღორიას უბანში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსია განთავსებული, რომელსაც ადრე გპ-ის სახელით მოიხსენიებდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საბჭოთა პერიოდში სასწავლებელში ათასობით სტუდენტი სწავლობდა, რაც უბანს პრესტიჟულს ხდიდა. მათი თქმით, დასახლებამ ეს პრივილეგია რამდენიმე წელია დაკარგა. ახლა ხალხი აქამდე ვოჩერედი იყო ხალხი იმისანამავია. სტუდენტები, მშობლები და მაყურებლები რო იყვნენ, აქამდე ადგილი არ იყო მარტივი. აღინიშნა იყო ხალხი და გპ-ისაც ფასიკო და ახლა არავინ აღარ არის. საღორიას ქუთაისის გარეუბნად მოიხსენიებენ. ადგილობრივების თქმით, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა მას მაინც აქვს. ჩვენი უბანი ისიც ყველა ამბობს, ჩვენი უბანი ყველა ჯობია, ჩვენი უბანი ყველა ჯობია. გამოდიხარ და ცინიცის განხანები აქანა ყველაფერი და თავისუფლად მიდიხარ და აღინიშნა არაფერი. ეგრეთ წოდებულ საღორიას უბანში ახალგაზრდობის გამზირზე 2007 წელს სპორტის სასახლე აშენდა. ადგილობრივების თქმით, უბანში ყველაზე პრესტიჟული ადგილი სწორედ ის არის.